მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკამელია სასამართლომ დამნაშავეცნო. მოსამართლე ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებით ოპოზიციონერ პოლიტიკოს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის დათვლა 20 ივნისიდან დაიწყება. მოსამართლის თქმით, მან სასჯელის სახით ჯარიმა დანაშაულის რეციდივის გამო არ გამოიყენა. თავად მელია განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. 29 მაისს სახლიდან ბელინსკის ქუჩიდან 4 თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი. სულ 5-ნი. გამოვედით 2 მანქანით. ორივე მანქანაში დამონტაჟებული 4 ვიდეოკამერით. წავედით ტელევიზიისკენ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. 20 საათი და 30 წუთია. 20 საათსა და 50 წუთზე ლისის ტყესთან 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით მანქანებიდან გადმოცვივდნენ. 4-ვე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთად გაიტაცეს. გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება რატომ რისთვის და ასე შემდეგ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მეხუთე სართულის რომელიღაც ოთახში. მომდევნო დღეს დილით ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდი სასამართლოს შენობაში დარბაზის ხიზგალიაში. დარბაზში დამხდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე უკიდურესად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივიერით. მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაში. აი ესეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თითქოს მასთან სამსახურში მისული საექსკურსიო შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის ნებაყოფლობითი წევრი გახდით. ერთი სიტყვით შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე. პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისა განხსნაც კი. თუ კი რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს ესაა. მოვიდა წინამორბედთა დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე. იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში. როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი. ნიკამელია პოლიციამ მიმდინარე წლის 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოს კომისიაზე არ მისვლის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, პროკურატურამ 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიკამელიას საბოტაჟის მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.